მე ვასწავლოთ ხო მაგას, რომ უნდა გაუნაწილოს რაღაცა, არ ვიცი, სათამაშო სხვა ბავშვს იმისთვის, რომ ერთად ითამაშონ. რატო ვასწავლოთ მაგას? რა შეგვიძლია რომ გვასწავლოთ? აი ზუსტად იმისთვის, რომ ეს ეგოცენტრიზმი დაამარცხოს. რატო უნდა დაამარცხოს? იმიტომ უნდა დაამარცხოს, რომ ურთიერთობები, სოციალურ ურთიერთობებში მერე ხელი არ შეეშალოს და ააგოს მეგობრობა იგივე. თუ რაც იქნება. კარგი და ყველა რო ეგოცენტრული პერსპექტივიდან უყურებდეს, რაღაცები ხო შეიძლება მაინც გადაიკვეთოს. რატო არის აუცილებელი რომ ეგოცენტრიზმი არ ქონდეს ადამიანს და დაამარცხოს? ჩემი აზრით, ეგოცენტრულობა პირველ რიგში სოციალური ურთიერთობებისთვის არის საჭირო. რო არ ქონდეს, ანუ ეგოცენტრული ადამიანი რო არ იყო. კი ბატონო. და იმიტომ ანუ და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მეწერა კიდეც სადღაც მე ემპათიის განცდა და ცნობა რო გქონდეს. რომ რაღაცნაირად სოციალური ურთიერთობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო ეს არის რომ გაიგო რას გრძნობს სხვა ადამიანი იმისთვის რომ ადამიანი ხო სოციალური ცხოველია როგორც ამბობენ ხო და გვჭირდება ანუ მე პირადად მასაზრდოებს ეს ურთიერთობები და ჩემს შვილსაც ესე ვზრდი რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდეს კომუნიკაცია ქონდეს ბევრ ადამიანთან რომ მე რაღაცნაირად ხო რა ეგ რა შეჭირდება იმაში ჭირდება რომ იყოს ბედნიერი აი ესე მოკლედ გეტყვი